ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი ბატონი გია გიორგაძე. 240-91-92 კითხვა და მოსაზრება რადიო 1.წერტილიჯზე გამოგვიგზავნეთ. მთავარი სპორტული მოვლენების მიმოხილვა, კომენტარი, ანალიზი, მიღწევები და განცდილი მარცხი, მედალი და ხალხის აღიარება. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტის სამყარო ელენე ბილიხოძის გადაცემებში. სამუშაო დღეებში 8 საათსა და 5 წუთზე, 9 საათსა და 5 წუთზე, 19 საათსა და 10 წუთზე, 22 საათსა და 20 წუთზე, შაბათ-კვირას 22 საათზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ბატონგია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ იმ წარმატებას, რომელიც ნინო ბაციაშვილმა დააფიქსირა ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა ვიდრე უშუალოდ ამ კონტინენტის პირველობაზე ვისაუბრებთ, გუშინდელი შეხვედრის შესახებ ბრძანეთ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გუშინ ჩვენს მოჭადრაკე გოგონებს, ჩვენი ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა, კიდევ ერთხელ მიულოცა ის წარმატება და ქვეყანაში ჭადრაკის და სპორტის ამ სახეობის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეთ. დიდი მადლობა ელენე მოწვევისათვის, მინდა მივესალმო თქვენს რადიო მსმენელებს და სასიამოვნო საღამო მინდა ვუსურვოთ. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ელენე თქვენ კარგად იცით, რომ სპორტსმენისათვის, რომელიც თავის ცხოვრების უმეტეს წლებს და საუკეთესო წლებს ატარებს მეცადინეობებში, ვარჯიშებში, ბრძოლებში, ნერვიულობაში, მათთვის რაოდენი მნიშვნელოვანი არის ყველანაირი ყურადღება. პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ ჩვენ გოგონებს ამ შემთხვევაში გავუმართლათ, რადგანაც მათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჭადრაკის მოყვარულების დიდი ყურადღება და პატივისცემა იგრძნეს და დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს ყურადღება, შეხვედრა გადაიდო, მაგრამ კარგია რომ ის შედგა და პრემიერ-მინისტრის მიღებაზე ეს იყო დაფიქსირებული, რომ სახელმწიფო იყო და იქნება ჭადრაკის გვერდით. და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფო მხარდაჭერის და ჭადრაკის განვითარების პროგრამა, რომელიც ჩარჩა დეკემბრის 29-ში იქნა მიღებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგანაც ეს არის პირველ რიგში სტაბილურობა. სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ 4 წლის განმავლობაში ჭადრაკს ექნება და ის დასახული გეგმები, რომლებიც ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებით უნდა განვახორციელოთ, შეუქცევადი იქნება. მე გუშინაც აღვნიშნე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, რომ ამ სახელმწიფო პროგრამას მხოლოდ ციფრებით იცნობენ ჩვენი გულშემატკივრებიც და ვაიგულშემატკივრებიც, უყოლა ციფრებზე აკეთებდა აპელირებას, თუმცა ამ პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები არის. ეს არის ჭადრაკის სკოლებში და ეს არის ჭადრაკის განვითარება რეგიონებში. რეგიონების კუთხით ჩვენ ასე თუ ისე ძლავრად ავართ, ჩვენ ყველა საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედებს ჭადრაკის რეგიონალური ფედერაცია და ეს ფედერაციების კიდევ დაქსაქსული არის ქალაქების მასშტაბით, არის კლუბები, სადაც მიმდინარეობს მეცადინეობა, ამიტომ რეგიონების კუთხით ჩვენ მხოლოდ გავაძლიერეთ ამ მთავრობის ადგენილებით პოზიციები და ძალიან კარგი არის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჭადრაკისთვის არის გამოყოფილი, უნდა იქნეს შენარჩუნებული და განვითარებული და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ადრე დაიკარგა, მოძიებული და აღდგენილი და დაუბრუნდეს ისევ ჭადრაკს. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი კოზირი ჩვენს ხელში, როდესაც ვესაუბრებით რეგიონის ხელმძღვანელებს, რომ მეტი ყურადღება ვიგრძნოთ ჭადრაკისათვის. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის ჭადრაკის განვითარება სკოლებში. პირდაპირ წერია ამ დადგენილებაში, რომ განათლების სამინისტროს, სპორტის სამინისტროს
დაევალოთ ჭადრაგის ფედერაციასთან ერთად შეიმუშაონ ღონისძიებები, რათა ჭადრაგის საჯარო სკოლებში იქნას დაწყებული და განვითარებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე უკვე მქონდა მუშა შეხვედრები როგორც განათლების სამინისტროში, ისე სპორტის სამინისტროში. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ მოდი ჯერ ვცადოთ საპილოტო პროექტი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ მოვიძიეთ და შევიმუშავეთ ის 100 სკოლა, რომელშიც ვფიქრობთ, რომ დაიწყოს სექტემბრიდან უკვე ჭადრაგის გაკვეთილები. სავარაუდო მწვრთნელებიც აქვს მოძიებული. თუმცა ეს არის ჩვენი წინადადება განათლების სამინისტროსადმი, სპორტის სამინისტროსადმი და მე უკვე დღეს გავგზავნე ოფიციალური წერილი ამ ორ უწყებას და ვთავაზობ, რომ უკვე მუშა ჯგუფმა დაიწყოს კონკრეტული მუშაობა, იგივე ამ სიის დაზუსტებაზე, იქნებ სხვა ვარიანტები აქვთ მათ, სხვა სკოლები აქვთ, სხვა პედაგოგები ყავთ. ჩვენ მივიდივართ ყველანაირ თანამშრომლობაზე იმისათვის, რომ სექტემბრის თვეში ნამდვილად დაიწყოს ეს საპილოტო სკოლა, საპილოტო პროგრამა ამოქმედდეს. ჩვენ ამ საპილოტო პროგრამის შესახებ კვლავ ვისაუბრებთ, თუმცა როდესაც საუბარია ინფრასტრუქტურაზე, პირველ რიგში რა ობიექტებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის სადაც ჭადრაგის მეცადინეობა მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი საჭადრაგო კლუბი არსებობს, ძალიან ბევრი საჭადრაგო სკოლა არსებობს, სადაც და საჭადრაგო ოთახი არსებობს, სადაც ჭადრაგის გაკვეთილები მიმდინარეობს. ზოგი ნორმალურ მდგომარეობაშია, ზოგს სჭირდება შეკეთება, ზოგს სჭირდება რემონტი. აი მაგალითად თელავში არის ძალიან კარგი საჭადრაგო სკოლა, ძალიან საჭადრაგო დარბაზი, რომელიც თამარ ხმეადაშვილის სახელს ატარებს. და მე იმედი მაქვს, რომ გამოდენიმე წელია არის აპირება, რომ ამ საჭადრაგო კლუბს გაარემონტებენ, თუმცა არ არის ეს იაფის სიამოვნება, მე პირდაპირ ვამბობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებას მონდომებულია ამისათვის, რომ ეს იმ დონეზე მიიყვანო, რომ იქ ელემენტარულად მოსული ბავშვები კომფორტულად იგრძნონ თავი და მათ წინსვლის საშუალება ჰქონდეთ. ასეთი ადგილები ბევრი არის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საჭადრაგო რუკაც კი გავაკეთეთ, ელინე გახსოვს შენ ხო, საჭადრაგო რუკა, სადაც აღნიშნული ყავს ყველა ობიექტი. ყველა ორგანიზაცია, რომელიც რეგიონებში გვაქვს, ეს არის რეგიონული ფედერაციები, საჭადრაგო კლუბები და სკოლები. ანუ ინვენტარიზაცია ჩატარებული გვაქვს და თუ ჩვენ გავამრავლეთ, ამ რა თქმა უნდა, რუკასაც დაეთყობა ეს. მწვრთნელების განათლება დღეს რამდენად შეესაბამება ამ თანამედროვე სტანდარტებს, ბატონო? არ შეესაბამება, პირდაპირ ვიტყვი, რადგანაც ძალიან დიდი ჩავარდნა იყო ამ კუთხით. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს საჭადრაგო სკოლა სახელგანთქმული იყო თავისი მწვრთნელი ენთუზიასტებით, ესე ვიტყვი მე, იმიტომ რომ მართლაც იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც თუსაც სიცოცხლის ფასი ჰქონდა ჩატარებულ გაკვეთილებს და იმ მოსწავლეებს, რომელთანაც მას უხდებოდათ მუშაობა, თუმცა მას შემდეგ რაც საჭადრაგო აკადემია დაიშალა, ფაქტიურად ეს არა მარტო ჭადრაგს შეეხო ყველა სპორტის სახეობას. საიდან მოვიდნენ ეს მწვრთნელები? ხო, უნდა მოვიდნენ პირველ რიგში მიიღონ პროფესიონალური განათლება სპორტის აკადემიაში და შემდეგ მოვიდნენ და დასაქმდნენ ამა თუ სპორტის სახეობაში. რა თქმა უნდა, შეიძლება იყვნენ ის მოჭადრაკეები, რომლებმაც თქვა სპორტული კარიერა დაამთავრეს ან გადაწყვიტეს, რომ გადაერთონ სამწვრთნელო მუშაობაზე, მაგრამ სპეციფიკური განათლება აუცილებელი არის. ამ კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მწვრთნელები გადავამზადოთ და მათ ჩაუტაროთ სერტიფიცირება. აი ახლა ხან მწვრთნელთა საბჭომ, ფედერაციაში არსებულმა მწვრთნელთა კომისიამ ჩაატარა გამოცდები და რამოდენიმე მწვრთნელმა მიიღო ჭადრაგის ფედერაციის სერტიფიკატი. თუმცა, რაც შეეხება სკოლებს, აქ ცოტა სპეციფიკურად არის საქმე, რადგანაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჭადრაგის სკოლებში არ არის მხოლოდ საჭადრაგო პროექტი, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისათვის, ჩვენი მომავალი თაობის უკეთ ინტელექტუალურად განვითარების პროექტი, ამიტომ ეს არ არის წმინდა საჭადრაგო პროექტი, ამას ჩვენ გეგმავთ, რომ იმ მწვრთნელებს, რომლებიც გადაწყდება, რომ სკოლებში დასაქმდნენ ამ კუთხით, მათ სპეციალური გადამზადება ჩაუტარდებათ, რადგანაც ეს არის სპეციალური პროგრამა,
რომელიც არ არის რთული პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ძალიან მარტივად, იმიტომ რომ დამწყები ბავშვისათვის ეს იყოს მარტივი და სახალისო და ზედმეტად არ დაიტვირთოთ ის. ამიტომ ამ ცნებებს ჩაუტარებს სპეციალურ გადამზადებას და შემდეგ ისინი მათ მიეცემათ უფლება, რომ იყვნენ სკოლებში პედაგოგები. თუმცა ალბათ რაღაც გამონაკლის დაუშვებთ, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სოფლებში რაღაც გამონაკლისი ამ თვალსაზრისითაც იქნება. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგალითად საჭადრაკო აკადემიასთან ერთად უკვე რაჭაში მივავლინეთ თბილისელი მწვრთნელი ლევონ ბახტაძე, რომელიც წარმატებული მწვრთნელი იყო თბილისში. აი პატარა ნიკოლოზ კაჭარაოს მწვრთნელი იყო ეს, თქვენ გახსოვთ, რომელიც ევროპის 2 მედალი აქვს გვიაღებული ასაკობრივში, მაგრამ ჩვენი თხოვნა იყო პირველ რიგში რაჭველების თხოვნა იყო, შემდეგ ჩვენ ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება ასე ამ კუთხით დაგვესაქმებინა და ეს ახალგაზრდა მწვრთნელი, ეხლა უკვე ფაქტურად 9 წელი არის რაჭაში იმყოფება და ძალიან კარგი გამოცოცხლება არის ამ კუთხით რაჭაში. თქვენ გახსოვთ, რომ შაშან რაჭველებმა ჩაატარეს პირველი ფესტივალი, საჭადრაკო ფესტივალი. წელს უკვე დღეს მოვაწერე ხელი მეორე ფესტივალის ჩატარების დებულებას, ასე რომ ძალიან მიხარია, რომ რაჭაში ესეთი გამოცოცხლება არის ჭადრაკის კუთხით და ჩვენ ვალდებულიც ვიყავით, რომ მათთვის როგორღაც დახმარება გაგვეწია და ეს მწვრთნელის მივლინებაც სწორედ ამ კუთხით იყო განხორციელებული. შემდგომი რეგიონი თუ გაქვთ უკვე განსაზღვრული, სად იქნება მსგავსი პროექტი განხორციელებული? იცით, ჩვენ რეგიონალური საბჭო შაშან შევიკრიბეთ ორჯერ და ამ საბჭოს მუშაობის ფორმატში ჩვენ განვიხილავთ იმ რეგიონებს, რომელ რეგიონებშიც არის მოთხოვნილება, აქტიურობა, ეს არა მარტო მწვრთნელებით შემოიფარგლება, მხოლოდ ჩვენ ვცდილობთ იქ ტექნიკით, რაღაც საჭადრაკო ლიტერატურით, საჭადრაკო პროგრამებით დავეხმაროთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგ გამგეობა ამას დაამტკიცებს და იმედი მაქვს, რომ შემდეგი რეგიონიც ალბათ ისეთი რეგიონი იქნება, სადაც ნაკლებად არის ჯერჯერობით ეს ჭადრაკი განვითარებული, რომ იმერეთს, სამეგრელოს და აჭარას არ ჭირდება დახმარება, ისინი ისედაც კარგად ფუნქციონირებენ, მაგრამ არ შეიძლება იყოს ეს სვანეთი, შეიძლება იყოს სამცხე-ჯავახეთი, ამას გადავწყვიტავთ ჩვენ რეგიონების შეხვედრაზე. ბატონგია, იგივე ვთქვათ, აი ამ საპილოტე პროგრამის ყველაზე დადებითი ფაქტორი, რაც თქვენთვის არის საამაყო, რა არის დღეს? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ არ მინდა, რა ვთქვა, ჩვენ განვახორციელებთ აუცილებლად ამ პროექტს და ეს იქნება ჭადრაკის საქართველოს ჭადრაკის განვითარების კიდევ ერთი დიდი მასტიმულირებელი ფაქტორი, რადგანაც იცით, მას შემდეგ ისეთ წარმატებას მოსდევს პოპულარობას მოსდევს ბავშვთა რაოდენობის ზრდა. ელემენტარული ფაქტორი არის, მათ შემდეგ რაც ჩვენი გოგონებმა მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს, მე ვიცი, რომ რეგიონებში გაიზარდა უკვე ბავშვთა რაოდენობა. როდესაც ჩვენ ვიყოფებოდით ახლა აჭარაში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, მე და ბატონი ზურაბ ბაზმეფარაშვილი ვეწვიეთ ზუგდიდს. ეს რეგიონალური პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, ჩვენი ერთდროული თამაშის სეანსი გავმართეთ ბავშვებთან, გავესაუბრეთ მწვრთნელებს და მშობლებს და მათ მითხრეს, რომ უკვე 80 ახალი ბავშვი არის დარეგისტრირებული მომავალ წელს, რომ ზუგდიდში მოვიდნენ საჭადრაკო სკოლაში. სოშორს ჩვენ შევხვდით პარალელურად ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ქალაქის მერი იყო მოსული, მისი მოადგილე. აი იგივე მომენტი არის ზუგდიდის საჭადრაკო სკოლას, რომელიც არის ნონო გაფრთაშვილის სახელობის ჭირდება რემონტი. მივიღეთ მისგან დაპირება, რომ აუცილებლად არა მარტო რემონტი, ჩვენ გვინდა რომ სკოლაში ფაქტურად ვეპარეტევიან ბავშვები, ადგილი არ ყოფნით და იქ იყო დაპირება, რომ შეიძლება ერთი სართული დაშენდეს, რომ გაიზარდოს უბრალოდ სამეცნიერო ოთახების რაოდენობა და მე იმედი მაქვს, რომ ეს პირობა, მოცემული პირობა მათგან შესრულდება, ჩვენ ჩვენი კუთხით ყურადღებას არ მოვაკლებთ. რაც ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში არის და ზუგდიდში იყო ისედაც ყოველთვის კარგი საჭადრაკო სკოლა, კარგი მწვრთნელები ყავთ, მათ აქვს წარმატებები და მე ვფიქრობ, რომ ისინი იმსახურებენ უკეთეს პირობებს. ბატონგია, რაც შეეხება ჩაკში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს, ვიდრე უშუალოდ ნინოზე ვისაუბრებთ, თავად, თუმცა მსმენელი გველოდება გისმენთ, გამარჯობა. გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან კარგია ბატონგია, რომ მოიყვანეს და ასეთ კარგ თემაზე ლაპარაკობს და ძალიან მიხარია, რომ ასე დიდი ყურადღება მიექცა ჭადრაკს და არ ვიცი რა თუ ასე განხორციელდა
საქართველო კვლავ იქნება ალბათ საჭადრაკო ქვეყანა, მაგრამ ბატონოგი აი ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს და შენიშნოთ. არის შოება თითქმის სადემონსტრაციო დაფები. უამისოდ როგორ უნდა უხსნას პედაგოგმა ბავშვებს რაიმე საჭადრაკო მეცადინეობისათვის დიაგრამებზე პოზიციები. როგორ უნდა ასწავლოს უამისოდ და რა შეიძლება? გასაგებია, დიდი მადლობა ბატონგია. მადლობთ, უბრალოდ სადემონსტრაციო დაფები იშოვება, თუმცა მათი მოხმარების აუცილებლობა უკვე თითქმის აღარ არის, რადგანაც ძირითადად ბავშვებიც გადასული არიან კომპიუტერის მოხმარებაზე და ჩვენ როდესაც საუბრობთ სკოლაში ჭადრაკის განვითარებაზე, ეს პირველ რიგში კომპიუტერული პროგრამები არის, რომლებსაც ბავშვები აი ჩვენ ვიცით რომ სკოლებში ურიგებთ ნოთებუქებს თუ რა ქვია იმას, აი მათში ეს პროგრამა ადაპტირებულია, შეუძლია ჩაიწეროს და მათ ან სასკოლო დარბაზში იყოს დიდი ეკრანი, სადაც გავა ეს. ამიტომ პრინციპში ტექნიკა ვითარდება წინ და ამიტომ როგორც ეხლა არ არის საჭირო სადემონსტრაციო დაფის ჩვენება პარტიების მიმდინარეობაზე ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით კომპიუტერში ჩანს, ესევე არის ამ შემთხვევაში. თუმცა სადემონსტრაციო დაფების ყიდვა არ არის პრობლემა, იყიდება, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არსებობს. ბატონგია, რაც შეეხება თავად ევროპის ჩემპიონატს, რამდენად კმაყოფილი ხართ როგორც ორგანიზატორი და მასპინძელი? პირველ რიგში რომ საქართველოს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, ეს არის უკვე მოვლენა, ხო? რადგანაც ეს არის ფაქტურად უმაღლესი ფორუმი ქალთა შორის ევროპის მასშტაბით, რომელიც გაიმართა საქართველოში და ფიქრობ რომ უმასპინძლო ასოდენ დიდ ღონისძიებას ეს არის ძალიან დიდი პატივი, ვალდებულება და კიდევ ერთხელ თავის ტკივილი. მით უმეტეს რომ ფაქტურად ჩვენ ცოტა ფორს-მაჟორში მოგვიხდა ამ ღონისძიების ორგანიზება, ეს იყო ფაქტურად წლის დასაწყისში გადაწყვეტილი საკითხი და ყველაფერი მოსასწრები იყო საბრუზო ფონდის მოძიება, იყო საჭირო სასტუმროსთან ურთიერთობის დამყარება, მონაწილეებთან კომუნიკაცია, საკმაოდ სოლიდური საბრუზო ფონდი იყო. 60,000 евро, რომელიც დავაწესეთ ჩვენ ამ ჩემპიონატზე, ეს ძალიან ბევრ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მიხარია რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. სიმართლე გითხრათ, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატში ესეთი მცირე დრო იყო, დასასვენებლად და მოსამზადებლად, რომ ეს სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, რომ ჩვენი გოგონები შეძლებდნენ ძალების მობილიზებას და ბრძოლას მედლებისათვის. ძალიან კარგი სურპრიზი შემოგთავაზა ნინო ბაციაშვილმა. აი, რომელიც არ ვიცი, მხოლოდ და მხოლოდ სპორტული ფორტუნას არაკეთილი განწყობის გამო ვერ გახდა ჩემპიონი. მან ბრწყინვალე ჩაატარა მთელი ჩემპიონატი, ფაქტურად ყველა უძლიერეს მოჭადრაკეს შეხვდა და არ ვიცი რა მოხდა ბოლოს წინა ტურში, ცოტა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მით უმეტეს ესეთი კარგი თამაშის შემდეგ ფაქტურად ვერ იბრძოლა მან თეთრი ფიგურებით, არ და ყაიმით ყოფნა იმისაც რომ ევროპის ჩემპიონი გამختارიყო. თუმცა რა ცუდი უარყოფითი შედეგიდანაც რაღაც უნდა მიიღო გამოცდილება ადამიანმა. მე მქონდა საუბარი ნინოსთან ამ ძიმე შეხვედრის შემდეგ და ძალიან მიხარია რომ მან მოახერხა ბოლო ტურისათვის მობილიზება და სხვადასხვა ერთ-ერთ მის უხერხულ მეტოქეს, რომელმაც ის დაამარცხა ჩემპიონში რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, მას მოუგო პრინციპული პარტია შავებით. და ბოლომდე არ გაუმართლა, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ თუ ჟუკოვა გააკეთებდა ფრეს, ისინი აგროვებდნენ თანამარხულებს და ამ შემთხვევაშიც ნინო იყო ჩემპიონი. და ჟუკოვას ფაქტიურად 40 წლის შემდეგ, როდესაც პირველი კონტროლი მიილია, აღარ ქონდა უკვე მოსაგები პოზიცია დანიელიანთან. არ ვიცი ახლა რა მოხდა, იქ დანიელიანმა ძალიან ცუდად ითამაშა და ჟუკოვამ გაიმარჯვა, მაგრამ ესეც გამართლების ამბავი იყო რა. მაგრამ მე ვუთხარ ინოს რომ შენ ისეთი ბოლო მნიშვნელოვანი პარტია მოიგო, შენ ჩემთვის ჩემპიონი ხარ, იმიტომ რომ ადამიანმა შეძლო ის მწარე წაგება დაევიწყებია და მთელი შემართებით ებრძოლა ბოლო პარტიაში. ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ყველა სპორტსმენს არ შეუძლია. და ეს ძალიან რთული გასაკეთებელია ფსიქოლოგიურად და მაგრამ ეს შეძლო, ეს მნიშვნელოვანია. სხვადასხვა შემდეგ დაახლოებით იგივე განმეორდა ქუთაისში სწრაფ ჭადრაკში. ცუდად დაიწყო ნინო, 4-დან 2 ქულა ქონდა
და ბოლო ტურის წინ, ბოლო ტურში უკვე ის ხდებოდა კოსტენიუკს, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა, შავი ფიგურებით ისევ და ნინოს უთხარ, მოდი ახლა გაიმეორო შენ რაც გააკეთე ჩაქვში მეთქი და ბრწყინვალე ჩაატარა ბოლო პარტია. ბოლო კოსტენიუკს და აიღო მესამე ადგილი. ანუ წელს ნინოს წელი არის. და ეს გუშინდელ შეხვედრაზე თავად პრემიერმაც აღნიშნა და მას განსაკუთრებით მიულოცა ეს წარმატება. იგივე ვთქვათ, მოჭადრაკეები, რომლებმაც თქვენი აი გაკვირვება შეძლეს ან ცუდი ან კარგი თამაშით ევროპის ჩემპიონატს გულისხმობ. ქართველებიდან მე გამოვყოფთ ნინო ხომერიკის თამაშს, ჩვენ ამ ახალგაზრდა გოგონას ძალიან ყურდასმით ვაგვირდებით, ხელს უწყობთ, მას აქვს მეცადინეობები, ძალიან გამოცდილ მწვრთნელთან, როგორც არის საქართველოს განსახილველთან ქუჩა სუბატაშვილთან, თუმცა ამის პარალელურად სახში ისეთი მწვრთნელი ყავს. რა თქმა უნდა, ეს მამის გარდა ვამბობ მე. ამის გარდა მას ეხმარება პერიოდულად ლევან ფანცულაია და სხვა მოჭადრაკეები, რომლებიც თეორიულ კონსულტაციებს უწევენ მას. და მე ვფიქრობ, რომ ნინომ საკმაოდ სოლიდური თამაში აჩვენა, ის ძალიან ბევრ ცნობილ მოჭადრაკეს შეხვდა და კვილიც მოუსინჯა, ანუ მან ის მიხვდა, რომ მას შეუძლია დაამარცხოს უკვე დიდ ოსტატები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ის ახლა ემზადება მოსკოვში იმართება საერთაშორისო ტურნირი, გუნდური საერთაშორისო ტურნირი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მიემგზავრებიან და ის გუნდის წევრი არის. და მე ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ობიექტურად აქვთ რეალური შანსი იქაც იბრძოლონ მედლებისათვის. რაც შეეხება ვთქვათ ჩვენი ნაკრების ლიდერებს, ეს გადააღლა და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მიღწეული ამ წარმატების შემდგომი რაღაც ჩვეულებრივი ამბავი იყო მოკლედ. კი, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ახლა მე უყურებდი უბრალოდ მერი არაბიძე მეთამაშა. არ ვიცი, მე ვთქვი, ისეთი კენჭისყრა გაქვს მეთქი, რომ თუ ვინმე მიცეს ამ ტურნირში თამაში, ყველას ეთამაშები მეთქი. თან მნიშვნელობა არ ქონდა, შეიძლება წაეგო, მაგრამ მაინც ძლიერს ხდებოდა, ხო იცი, შვეიცარიის სისტემაში ესე ხდება, თუ აგებ, შევედარებით სუსტმა შეხვდე. არა, მნიშვნელობა არ ქონდა, მოიგებდა თუ წააგებო, ყოველ დღეს ყავდა საუკეთესო მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა, ბოლოში გადაიღალა, ეტყობოდა კიდევაც მის თამაშს, ფაქტიურად რაღაც 2-3 საათი ნორმალურად თამაშობდა ბოლო საათზე, სადაც უკვე დაძაბულობა პიკს აღწევდა და დაღლილობაც იჩენდა თავს, ის უშვებდა შეცდომებს. იგივეს ვიტყვი მე ბელა ხოტენაშვილზე, რომელმაც გადაღლილობის გამო მოახერხა ებრძოლა მედლებისათვის, თუმცა მას ჰქონდა მცდელობა იგივე ჟუკოვასთან თეთრი ფერით, აი ესე როგორც ვიტყვიან, თავი არ დაზოგა, ისე ებრძოდა მას, მაგრამ რაღაც მომენტში დაგარგა ობიექტურობა, პრინციპში უკვე საყაიმო პოზიციაში მას უნდა გაეკეთებია და დაეფიქსირებია ყაიმი, მაგრამ იმდენად დიდი ქონდა ჟინი მოგების, რომ ობიექტურობა დაგარგა და ეს ყოველთვის დასჭადი არის ჭადრაკში, როდესაც ობიექტურობას კარგავ დაისჭები და სამწუხაროდ ეს პარტია წააგო მან. სალომე მელია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურადაც თამაშობდა და საპრიზო სამოულში მოხვედრის რეალური შანსი ჰქონდა. სალომე მელია საკმაოდ წარმატებულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატებზე. თქვენ გახსოვთ, რომ შაშან ის იყო მესამე, წინა წელს იყო მეორე. მე ისიც გითხარ, რომ მე მგონი ევროპის ჩემპიონატი შენი ჩემპიონატია და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატებზე რაღაცა წარმატებს. ძალიან წარმატებით გამოვიდა ამ ტურნირზეც, ფაქტიურად მან მე-4 ადგილი გაიყო და მხოლოდ კოეფიციენტით აღმოჩნდა მე-8, რაც მიუთითებს მის მაღალ კლასზე, მიუთითებს მის სტაბილურობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფესიონალი მოჭადრაკისათვის. მას ჰქონდა ტურნირის განმავლობაში ამპლიტუდა ისეთი, რომ წაგებაც ჰქონდა, მოგებაც ჰქონდა, მაგრამ თავარია, რომ მან თავისი კლასით დაამტკიცა, რომ ის ინარჩუნებს ადგილს და ის საკმაოდ მაღალი შედეგი დააფიქსირა ბოლოს. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გოგონებს იმდენი შეხვედრა ჰქონდათ სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და ფაქტურად მათ მომზადებისათვის დრო არ დარჩენიათ. თუმცა აქ ორი მომენტი არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არის ის დაფასება და ის ყურადღება, რაც ადამიანებმა გამოიჩინეს მათ მიმართ. ერთ მხრივ ეს ცუდია, რომ მომზადების საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ მეორე მხრივ ეს დამატებითი სტიმული არის და ეს ყველა სპორტსმენის თავდები მომენტია. იმდენად დიდი იყო ის ემოცია, რომ ფაქტიურად აი კარგა ხნის განმავლობაში და შეიძლება ითქვას დღესაც კი გრძელდება ეს სიხარულის განცდა. მოდით კიდევ ერთხელ ბრძანეთ აი ეს თქვენეული ემოცია, რომელიც იქნება ყოველთვის თქვენთან ერთად. რა თქმა უნდა, სპორტი არის ჰიმნი, ხო? სპორტსმენი იბრძვის იმისათვის, რომ თავისი ქვეყნის ჰიმნი მოისმინოს ბოლოს დახურვის ცერემონიალზე. თუმცა
მოხდა კურიოზი ჩინეთში დახურვის ცერემონიალზე არ ქონდათ ქართული ჰიმნი, მაგრამ ახაც მელიამ ივაშკაცა და ნიაქტიურა ის წავიდა ინტერნეტ საშუალებით გადმოაწერია ორგანიზატორებს ჰიმნი, რომელიც შემდეგ გააჟღერეს, თუმცა ვერ გააჟღერეს. კარგად და შემდეგ ჩვენ შევასრულეთ სცენაზე გამოვიდა შევასრულეთ ჰიმნი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, მე მინდა ყველა გუნდის წევრს დაწყებული კაპიტნით, რა თქმა უნდა, გოგონები პირველ რიგში, მაგრამ დამთავრებული მწვრთნელით, ელიზბარ უბილავათი, უღრმეს დიდი მადლობა გადაუხადო მართლაც იმ თავდადებისათვის, იმ თავგანწირვისათვის, რა თქმაც გამოიჩინენ ამ 2 კვირის განმავლობაში. ფაქტიურად მათთვის იმ პერიოდში ჭადრაკის გარდა არ არსებობდა არც ერთი საკითხი, არც ერთი თემა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ იმისათვის, რომ მიაღწიათ წარმატებისათვის. მე გეტყვით ელემენტარულად მაგთ გრაფიკს. ისინი დილით საუზმობდნენ, შემდეგ იყო მომზადება პარტიისათვის. ფაქტიურად შეიძლება 9 საათი, 1 საათი ქონოდათ საშუალება, რომ დაესვენათ პარტიის წინ. შემდეგ იყო პარტია, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 3 საათიდან 8-9 საათამდე. შემდეგ იყო ვახშამი. ვახშმის შემდეგ იყო გასეირნება, ეს იყო ტრადიცია იყო და იცინოდნენ, რომ მომგებიანი გზა აღმოაჩინეთო ელიზბარის თანადობით და ის გზა უნდა გაევლოთ აუცილებლად, რომ მომგებიანი გზით უნდა ესეირნათ. წვიმა იყო თუ არ იყო წვიმა არ ქონდა მნიშვნელობა, უნდა აუცილებლად ეს პროცედურა უნდა ჩატარებული იყო. შემდეგ იწყებოდა ისე მომზადება, რომელიც 12 საათამდე გრძელდებოდა დაახლოებით და ისევ ცილით, აი ფაქტურად ამ 20 საათიან რეჟიმში უჯერდათ მუშაობა და მე მხოლოდ საქებარ სიტყვებს ვთქვი მათ მიმართ, რადგანაც ის ერთსულოვნება, ის თანადგომა ერთმანეთსად, ის გულისხმური და ის კოლეგიალობა, რაც მათ გამოიჩინეს ამ ჩემპიონატის განმავლობაში, ეს არის რომ შედეგი მოაქვს. აბა ისე ძნელია, შენ აჯობო ფაქტიურად და კონკურენცია გაიარო იმ 10 გუნდს შორის, რომელიც არის მსოფლიოში საუკეთესო. ეს ხო არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფაქტიურად, ხო? არა და საკმაოდ დიდი იყო თქვათ რაღაც საშიშროებაც რომ ნანა ძაგნიძის გარეშე გუნდს ფსიქოლოგიურად რაღაც გაუჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ გვაქვს გუნდის ლიდერი, რომელიც არის ბოლო წლების ქართული ქალთა ჭადრაკის უპირობო ლიდერი და ჩვენ გძნობდით ამას, ამიტომ ჩვენ რეალურად ფიქრობდით, რომ ობიექტურები ვიქნებოდით თუ იბრძოლებდით სადღაც მედლებისათვის, ანუ სამეულისათვის. ისიც თუ კარგად წავიდოდა საქმე, მაგრამ იმდენად კარგად წავიდა ბელა ხოტენაშვილის თამაში პირველ დაბაზე ფაქტიურად მან აჩვენა ფენომენალური შედეგი 6 პარტია მოიგო და 3 გააკეთა ფრე. ეს ძალიან დიდი შედეგი არის პირველ დაბაზე და ისე კარგად წავიდა თავიდან თამაში ბელას რომ შემდეგ გოგონები მას აყვნენ და მერი არაბიძე მას ფანტასტიკური შედეგი აჩვენა, ხო 5 მოიგო 2 ფრე მხოლოდ. ძალიან მაგარი შედეგები არის ეს ორივე, თუმცა ვიტყვი რომ თან დებიუტანტიც იყო მე. თან დებიუტანტიც იყო, ფაქტობრივად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ისიც იყო იმის რწმენა, გოგონებში იყო იმის რწმენა, რომ ბელას რო კარგად მიდიოდა თამაში, რომ თავარია პარტია არ წავაგოთ, ვიღაცა მოიგებს და ვიძახოთ რომ ვიღაცა ალბათ ბელა იქნება. პირველ დაფაზე ამის დაგეგმვა ეს წარმოუდგენელი არის, მაგრამ ძალიან მიხარია რომ მე შემდეგ მას აყვა მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი ქულები მოიტანეს. ლეო ჯავახიშვილს მეორე დაფაზე სერიოზული ბრძოლები უწევდა, ფაქტურად ის იყო შემკავებელი და მანაც ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანა, ისე როგორც ყველა გოგონა. ჩვენი გადაცემის ხმის რეჟისორი მეუბნება რომ ქალბატონიელა და ხაზე რადგან ჭადრაკია დარწმუნებული ვიყავი რომ აუცილებლად შეგვეხმიანებოდით, გისმენთ ქალბატონიელა და გამარჯობა საღამომშვიდობით შემოძვირფასებო, როგორ მიხარია რომ თქვენ ჭადრაკზე ასე გემრიელად, ასე კარგად აი შეგულმოდგინებით გისმენთ, ახლა მე სულ და მიხარია წარმატებები, რა თქმა უნდა და გადაღლილობაც არის, ზოგჯერ შეცდომებიც აგვაქვს ჭადრაკში, მაგრამ მაინც ბრძოლა ჩვენი ცხოვრება და
მე მოგესალმებით, მოგეფერებით, ყველას და ჩვენ გოგონებს წარმატებებს ვაჟებს, ბატონ ონოგია, დიდი მადლობა თქვენ ყველა ასეთი გულდასმიდა ასე გემრიელად ან სკოლებშიც რომ სექტემბრიდან დაიწყება ჭადრაკში ბავშვების მეცადინეობა და ელიზბარ უბილავას ძალიან დიდი მადლობა რომ გუნდი შეკრა ისეთი მადლობელი ვარ მე გულმოდგინებით ქალბატონ ელენე სულ იმარშობოდით რომ რა შედეგებია როგორ არის როგორ მიმდინარეობს და მე კიდე მადლობა უნდა ვთქვა იმის რომ წყალტუბოში ნოე თუთისანმა პირველობა იყო საქართველოში 16 წლამდე თუ 18 წლამდე ასაკეთებს გაზეთში იყო ხო წამიკითხეს ორი კვირი ერთი რამდენიმე დღის წინ და საბერძნეთში ან ხორვატიაში იქნება მსოფლიო ჩემპიონატი წარმატება უსურვოთ მას დიახ და ბატონი გია თავად ბრძანა მადლობელი ვარ თქვენ რომ ვერ წარმოიდგინეთ კი ბატონო დიახ დიდი მადლობა ქალბატონო ელადა დიახ კი ბატონო ხო და მე ჩვენი გოგონები ახლა ფაქტიურად აქვთ მათ რაღაც პერიოდი დასვენებისათვის, მაგრამ უკვე ვფიქრობთ რომ დავიწყოთ სადება ნოემბერში არის ევროპის გუნდური ჩემპიონატი. მე მქონდა უკვე კომუნიკაცია ელიზბართან, მათ აქვთ სურვილი რომ ორი შეკრება ჩაატარონ როგორც მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ეხლა მუშაობს უძღარით ამ საკითხზე, თუმცა ცოტა საკვირველი არის, იცით, შეიძლება გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ ფაქტიურად შეუძლებელი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონების გუნდისათვის სპონსორის მოძიება. შეუძლებელი აღმოჩნდა, ელემენტარულს ვითხოვდით, ანუ აი ერთი დამატებითი შეკრების სპონსორი იყოს ვინმე. საოცარი არის არა? მსოფლიო ჩემპიონის გუნდისათვის ის ხო არ არის საუბარი, აი შეიძლება გახდეს ვინმე. გუნდი მსოფლიო ჩემპიონები ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისათვის და მინდოდა რომ აი რაღაც დამატებითი შეკრება, დამატებითის გამეკეთებია და ძნელი არის. ამიტომ თუნდა რაღაც ჩვენი ძალებით უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად მოვახერხებთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს ჭირდება აუცილებლად გუნდს, ჭირდება მათ ელიზბარ უბილავასთან კიდევ ერთი მეცადინეობა. ამიტომ მე უკვე შევეხმიანი ბატონ ელიზბარს და ჩვენ დავგეგმეთ აგვისტოს ბოლოს, სადაც 29 რიცხვიდან ერთი შეკრება გავაკეთოთ. და იგივე ამ ევროპის ჩემპიონატზე იქნება ურთულესი გამოცდაც ბატონ გია. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატი ფაქტიურად ურთულესი ტურნირი არის, რადგანაც აქ არ არის ეს წრიული სისტემა, არ არის 10 გუნდი, პირიქით აქ არის ბევრი გუნდი, მაგრამ ის ტრადიციული კონკურენტები როგორც არის რუსეთი, ხო? რუსეთი, უკრაინა, იგივე პოლონეთი. ისინი ხო ისევ ევროპიდან არიან, თან მithumedes რუსეთს როგორ უნდა რევანში? ძალიან. როგორ უნდა რევანში? შორის აი დახურვის დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო მოსული, მათ შორის იმდენად დაბნეული იყო, ჩვენ ვიცნობდით სამჯერ მოგვილოცა ჩემპიონობა და ისინი არიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები, ბოლოს ამი ოლიმპიადა მოიგეს და შორის მსოფლიო ჩემპიონები არ ყოფილან და იმდენად დიდი სურვილი ჰქონდათ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ამისათვის, მაგრამ ჩვენ ვთქვით ბოლოს რომ კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ დაცდა და ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა ევროპაზე მოგვიწევს სერიოზული ბრძოლა მათ და ისე უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ახლა უკრაინა არის, მე ვფიქრობ ობიექტურად ახლა უკრაინა ყველაზე ძლიერი გუნდია. მათ ყავთ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ახლა ყავთ მოქმედი ევროპის ჩემპიონი, წინა მსოფლიო ჩემპიონი და მუზიჩუკი, რომელიც არის ვარსკვლავი, ხო? აი 4-ეული ყავთ ესეთი. თუმცა არანაკლები ვარსკვლავები არიან ჩვენს გუნდში. კლავსმენელი გისმენთ გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გია, რამდენადაც ვიცი ნაკრების წევრებსაც კი წნელის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება უხდება საკუთარი სახსრებით. ასეთ პირობებში თუნდაც ამ ხუთ გოგონას დანიშნული აქვს თუ არა სტიპენდია სპენდილი. დიდი მადლობა ბატონ გია. არა უნდა გითხრათ რომ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ნაკრების წევრები წნელის ანაზღაურებას უხდის ფედერაცია. სტიპენდიები ყველა გოგონას აქვს და ამის გარდა მათ მსოფლიო ჩემპიონებისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი პრემია ეკუთვნით, რომელსაც ისინი ალბათ ივლისის ბოლოს მიიღებენ.
მწვრთნელების საკითხი მოგვარებული არის ჩვენთან, არა მარტო ნაკრების წევრებს, მწვრთნელების საკითხი მოგვარებული აქვს ნიჭიერ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, რომლებიც აკადემიაში მუშაობენ და რადგანაც მწვრთნელი არის ჭადრაკში ყველაზე ძვირი სიამოვნება არის კვალიფიციური მწვრთნელის არსებობა. ჩვენ ეს გვესმის ძალიან კარგად, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ტვირთი ფედერაციამ აიღოს თავის თავზე. ამ შემთხვევაში გვეხმარება აკადემია, რომლებიც ახალგაზრდა ბავშვების, ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების მწვრთნელების ანაზღაურებას ისინი იღებენ თავის თავზე და რაც შეეხება ნაკრების წევრებს, როგორც ვაჟებს ისე ქალებს, მათ მწვრთნელის ანაზღაურებას იღებს ფედერაცია. იგივე აკადემია თქვენი მუშაობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. რამდენად კმაყოფილი ხართ და რამდენად ელოდით აი ამგვარ შედეგს? ფაქტურად ჩართულია ყველა ლეგენდარული დამწყები, მოჭადრაკე, მშობელი, ბავშვი, ყველა ფაქტიურად კი, რა თქმა უნდა, ეს საჭადრაკო აკადემია, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია არის, მე ვფიქრობ, ეხლას არის წარმატებული პროექტი, მაგრამ კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რამე თუ ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის ახალგაზრდა ნიჭიერ ბავშვებთან, სხვათა შორის წელს უკვე პირველი გამოცდები ჩაუტარდა იმ ბავშვებს, რომლებიც უკვე 1 წელია სწავლობდნენ, გაიცხრიდნენ ისინი, ცუდი სიტყვა თქვი ალბათ გაიცხრიდნენ, მაგრამ ვისაც აქვს პერსპექტივა, ისინი აგრძელებენ ეს მეცადინეობას. ნუ ეს ხო პატარა ბავშვები არიან, ვისაც არა, ჩვენ თავაზობთ რომ მათ ან სხვა სპორტში დაიკავონ ადგილი, ან უბრალოდ აქ ძალიან პროფესიონალური მუშაობა მიდის. აი არის მაგალითად ნიჭიერი ბავშვები ფაქტობრივად ყოველდღიური მეცადინეობა მიდის დიდოსტატებთან და ეს ყველას არ შეუძლია ეს დატვირთვა აიტანოს, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნდა რომ უნდა მოხდეს აუცილებლად რაღაც ეტაპის შემდეგ შემოწმება, თუ რა ცოდნა მიიღეს მათ და ვინ აითვისა და ვინ არ აითვისა. იმიტომ რომ ეს ხო პროფესიონალურ მოჭადრაკეებზეა საუბარი. ისე ნებისმიერ შეუძლია ისწავლოს ჭადრაკი, ნებისმიერ შეუძლია როგორც მოყვარულმა ითამაშოს ჭადრაკი, მაგრამ თუ ჩვენ პროფესიონალებს საუბრობთ, მაშინ აქ უკვე რაღაც კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ აუცილებლად მათ. ეს ნორმალური მიმაჩნია. ამის გარდა აკადემიაში არის მწვრთნელთა გადამზადების პროგრამები, საერთო გადამზადების პროგრამები. ისინი ეხმარებიან ცალკეულ ნაკრების წევრებსაც, რადგანაც ნაკრების წევრებსაც ხშირ შემთხვევაში ნაკრების წევრებსაც მოიწვიეთ ჩვენ კარგი სპეციალისტები, ასე რომ აკადემია და ფედერაცია ფაქტიურად ხელი-ხელი ჩაგდებული აკეთებენ ერთ-საერთო საქმეს, რასაც ქვია ჭადრაკის განვითარება. გურიაში საკმაოდ კარგ დონეზე არის ჭადრაკი, ჩვენ რამოდენიმე წელი ურიგში ვატარებდით ბავშვთა ევროპის თასს და ძალიან ბევრი ნიჭიერ ბავშვმა მიიღო მასში მონაწილეობა. შარშან ჩავატარეთ პირველი საკლუბო ჩემპიონატი, სადაც მთელი საქართველოს კლუბები იყვნენ შეგრებილნი, ასე რომ აქტივობა სერიოზული არის ახალგაზრდა თაობაც და მე ვფიქრობ, რომ ისევ როგორც მთელ საქართველოს მასშტაბით, გურიის რეგიონში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ბატონ გე, იგივე წლის ბოლომდე ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატის გარდა რა შეჯიბრებები არის კალენდრით და სადაც აქტიურად მოემზადება ჩვენი მოჭადრაკე და იქნება შედეგისთვის ბრძოლა? პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ელინი თქვენ გახსოვთ, იყო ხოლმე კითხვები, იყო ხოლმე პრეტენზიები, რომ რატომ არ ტარდება საქართველოში საერთაშორისო ტურნირები, რომ ჩვენს მოჭადრაკეებს არ აქვს საშუალება თავიანთი ოსტატობა აიმაღლონ საერთაშორისო ტურნირებში. აი ახლა არის პირიქით პრეტენზიები, რომ იმდენი ტურნირი ტარდება, რომ აღარ იციან სად მიიღონ მონაწილეობა, სხვათა შორის ძალიან მიხარია ეს ძალიან მიხარია. წელს გაიმართება 3 საერთაშორისო ტურნირი საქართველოში. ეს არის ნონო გაფრიტაშვილის ასი თბილისში, სექტემბრის თვეში, ეს არის ნანა ალექსანდრიას მე-10 საიუბილეო ტურნირი. იცით, მე-10 წელია იმართება ნანა ალექსანდრიას თასი ფოთში. და ეს არის სერიოზული ტრადიცია, უკვე სერიოზული ისტორია აქ ამ ტურნირის და ყოველწლიურად სულ მეტი და მეტი მოჭადრაკე იღებს მასში მონაწილეობას, როგორც ჩვენი, ისე უცხოელი. და წელს კიდევ იქნება ერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც გაიმართება ბათუმში. მე საერთაშორისო ტურნირებს ვუსვამ ხაზს, თორე ისე იმართება ტყიბულში, აი ჩვენ რაჭა ვთქვი ახლა საჭადრაკო ფესტივალებს, სადაც ჩვენი მოჭადრაკეები იღებენ მონაწილეობას. ასე რომ გაიმართება წელს აგრეთვე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უკვე მეორედ, სადაც მთელი ყველა რეგიონი იქნება ჩართული, ასე რომ საკმაოდ დაძაბული კალენდარი გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს კალენდარი ძალიან კარგი არის ჩვენი მომავალი თაობისათვის, რადგანაც მათ მართლაც
უკვე იმდენი ტურნირი აქვს, რომ შეიძლება არჩევანის წინაშე დადგნენ, რომელში მიიღონ მონაწილეობა, რომელში არ მიიღონ. აი ახლა ჩვენი ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული ვაჟი მოჭადრაკე გიორგი სებაშვილი იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ტალანტთა ტურნირში. თავის ასაკში ყველა ნიჭიერი ბავშვი იღებდა ამ ტურნირში მონაწილეობას და ძალიან მიხარია, რომ გიორგი მეორე ადგილზე გამოვიდა. საერთაშორისო ოსტატის ნორმატივი შეასრულა, რეიტინგი სერიოზულად მოიმატა და მან დააფიქსირა უკვე თავისი სიტყვა, სახელი და გვარი დააფიქსირა ახალგაზრდა ტალანტებში. ძალიან მიხარია. აი ახლა გიორგი სებაშვილის, ნინო ხომერიks, ნოე თუთისანს, რომელიც ჩვენმა წყალდობელმა სტუმარმა გვიხსენა ფოთიდან ღვანინიკა ღვანბერია, ესენი მიემგზავრებიან სულ ერთი კვირის შემდეგ მოსკოვში, სადაც გაიმართება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი უკვე გუნდებს შორის. შანსი გვაქვს? რატომაც არა, მე დღე ახლა ვესაუბრე აი წამოსვლის წინ ნინო ხომერიks და ირაკლი ბერაძეს ვესაუბრე და ვუთხარი რომ მე როგორც მახსოვდა ჩვენები რეიტინგით მესამე იყვნენ და ისინი მეუბნებიან არა მე-4 ვართო და მე ვთქვა ჩემთვის სულ ერთია რომელი ხართ მეთქი მედლის გარეშე უკან დაბრუნებული არ დაგინახოთ მეთქი სანში გვაქვს როგორ არა გვაქვს ძალიან კარგი ახალგაზრდები გვაქვს მე მიხარია რომ ისინი მონდომებულნი არიან და ძალიან კარგად ეცადინეობენ და სხვადასხვა აი მწვრთნელების თემას როცა შევეხე ეს არც ერთი ახალგაზრდა მწვრთნელის გარეშე არ არის დარჩენილი მათ ამეცადინებთ ლაშა ჯანჯღავა ამეცადინებთ ხვიჩას უბატაშვილი ესენი ძალიან მაღალ კვალიფიციური და ძვირად ღირებული მწვრთნელები არიან ისინი მათ უბრალოდ ამეცადინებენ და ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი თქმა უნდა ეს არის მათთვის ძალიან დიდი მონაპოვარი და მათ მე ვფიქრობ აქვთ რეალურად ის სტიმული რომ იმუშაონ და მათ აქვთ ხელშეწყობა ამ კუთხით და ბატონგია იგივე ვთქვათ როდესაც გამოჩნდა გიორგი სიბაშვილი იყო ყოველთვის ერთგვარი პროგნოზი რომ ითამაშებდა ხომერიქსეც და ასე შემდეგ დღეს ყავთ აი ესეთი უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდა ვიზეც ერთგვარი ფსონი და პროგნოზი გესწრება აი ხო ჩვენ ნიკოლოზ კაჭარავა რომელიც ნიკოლოზ კაჭარავა უკვე ფაქტიურად ესეთი ცნობადი საკითხია მაგრამ საკმაოდ ხო კი ყავს ერთი ძალიან კარგი ბიჭი მინდა ახლა გვარი გავიხსენო ის აკადემიაში მეცადინეობს, ხოლო ნიკოლოზ კაჭარავასთან ერთად მეცადინეობს ერთ ჯგუფში. ძალიან კარგი ბავშვი არის, მე გამახსენდება ალბათ გვარი დავიტყვი. იყოს სიურპრიზი და შემდგომი თქვა წარმატების წინ თქვათ რომ აი ეს ბიჭი. მე ვფიქრობ რომ ეს ბიჭი ცოტა არ იყოს ჩემ თავს მაგონებს, ესეთი მოსული და სერიოზული ბიჭი არის, რომელიც აი მოწყურებული არის მეცადინეობას და მართლაც პროფესორობით ისურვებს, რაც მასალებელი ეუბნება და ძალიან მონდომებული არის. ფიქრობთ რომ მას სხვადასხვა საშან ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ბოლო ტურში ხელი მოეცარა, თორემ მედალს აიღებდა. ბატონგია ხშირად გაქვთ ეს მომენტი, როდესაც შედიხართ ვარჯიშზე, აკვირდებით ამ ბავშვებს და გაქვთ აი საკუთარი თავის მოგონების აი წამი და განცდა. ისეთ აი ყველაზე ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა, როდესაც ბავშვთა ტურნირებს ესწრები, უყურებ მათ თამაშს და პატარა მოაზროვნეებს რო უყურებ. ძალიან საინტერესო საუბრებელია სხვადასხვა. რაც პატარა ასაკის არიან, მით უმეტეს როგორ იქცევიან ისინი და თამაშის დროს, როგორ იქცევიან პარტიის დროს და რა თქმა უნდა, ზოგიერთ უკვე აი გიორგი სიბაშვილი იყო თავიდან, პატარა ბიჭი რომ იყო, უკვე ჩამოყალიბებული კაცი იყო. პატარა კაცს უეძახთი მე მას. ისე გიპასუხებდა, ისე გესაუბრებოდა, სულ პატარა იყო, არის 10 წლის იყო რომ გავიცანი ალბათ. და თავიდან მოახდინა ჩემს დავიშტილება. და ძალიან კარგი არის რომ სხვადასხვა მიხარია რომ ბიჭებში წამოვიდნენ ეს ბიჭები არიან სულ ყველანი და რაღაც არ მინდა რომ დაინგრესის აღიარებული ქართული ქალების ჭადრაკი მარტო მაგრამ ძალიან მიხარი რომ არ არსებობს რა თუ ვაჟთა ჭადრაკი არ იქნა განვითარებული მარტო ქალთა ჭადრაკი არ განვითარდება ესენი ერთმანეთს არ ვითარებენ ესე იყო ოდითგანვე მუხუდი გურგენიძე ხო, ბუღუთი გურგენიძე ეხმარებოდა ყველა ჩვენ ქალბატონს, თამაზ გიორგაძე, ხო, იყო მაიაჩი ბურდანიძის მწვრთნელი, ბუღუთი გურგენიძე იყო ნანა ალექსანდრიას მწვრთნელი,
ედუარდ გუფელდი იყო მაიაჩი ბურდანიძის მწვრთნელი, ელის ბორუბილოვა იყო ნანა იოსელიანის მწვრთნელი. ქართველი მამაკაცი მოჭადრაკეები და დიდოსტატები ყოველთვის ეხმარებოდნენ ქართველ ქალებს. თქვენ გაქვთ ეს მომენტი, რომ ამ მწვრთნელად იმუშაოთ და რომელიმე მოჭადრაკე იყოს თქვენი შეგირდი? არა, ეხლა ფაქტურად დრო არ მაქვს მე იმისათვის რომ თუმცა ოდესმე გიფიქრიათ, თქვათ ხო, ვიყავით ერთი პერიოდი, ხო. აი, ეხლა უკვე ეს ბოლო პერიოდს გულისხმობთ, თორე იმ პერიოდს არა, ეხლა რთული არის ელენე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო ჭირდება. მწვრთნელმაც ისევე უნდა იმეცადინოს და ისე უნდა იმუშაოს თავის თავზე, როგორც მოჭადრაკე აკეთებს ამას, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს საქმისხურში ყოველდღიური მილიონი ახალი სიახლის. უნდა ანალიზოს ეს ყველაფერი და გააკეთოს და მე ფიზიკურად ელემენტარულად დრო არ რჩება ამისათვის. კი არა, ეხლა ჩავაწერია ისევ საჭადრაკო პროგრამა, რომ იქნება ხანდახან მოვახერხო და გადავხედო პარტიებს მაინც. ამის რეალური დრო და არც ენერგია აღარ მაქვს, მაგრამ აი მაგალითად ეხლა ქალთა ნაკრები როდესაც ჩინეთში თამაშობდა მე ვესწრებოდი ყველა მათ შეხვედრას და ვეხუმრებოდი კიდევაც კაცო მეს მახსოვს რაღაც დებიუტები და თუ გინებოთ მოგეხმარებით ვეთქი და იყო რამოდენიმე მომენტი როდესაც მე რაღაც დახმარება მოუჩინიათ მაგრამ ჭირდება მას ძალიან ბევრი დრო და ენერგია და მე ფიზიკურად არ მაქვს ამის. და სრულდება ჩვენი გადაცემა, ანუ წლის ბოლომდე თქვენი აი ამ საუბრიდან გამომდინარე, იგივე გულშემატკივარიც და თითეული ჩვენგანიც კიდევ არაერთ წარმატებას უნდა ველოდოთ. იმედია, მე იმედი მაქვს ჩვენი მოჭადრაკეების, რომლებმაც წარმატების გემო დაიბრუნეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს ადამიანი როგორც წარმატებულობას ეჩვევა, ისე წარმატებას ეჩვევა და მე მინდა რომ ისინი მიეჩვიონ წარმატებას და წარმატება უნდა იყოს გადამდები. ქალთა ნაკრებმა უნდა გადადოს ახალგაზრდებს, ახალგაზრდებმა ვაჟებს, ვაჟებმა ახალგაზრდებს ასე შემდეგ. მე იმედი მაქვს რომ ეს წარმატება გადაედება ყველას და როგორც ქალბატონმა ბრძანა ქართული ჭადრაკი ისე იქნება მსოფლიოს საჭადრაკო ეპიცენტრში. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი ბატონი გია გიორგაძე იყო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. მე 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობები და ამ დროს დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10-ზე.